იმაზე თუ როგორ შეიქმნა საერთოდ, როგორ დაიწყო განვითარება, რა იყო პირველი შენაერთები, როგორ დაძლია ის სირთულეები, რომელიც ნაშეც იდგა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ბრძოლებში, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა ხო ჩვენი შეერაღებული ძალები, ახლა თავდაცვის ძალები და პრინციპში დღეს უკვე ვილაპარაკებთ იმაზე თუ ამ ყველაფრიდან როგორ გარდაიქცა და გარდაიქმნა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიად და მას მერე პრაქტიკულად კვლევა არ ჩატარებულა ქვეყანაში, სადაც მოწინავე ადგილებში სანდოობის მოსახლეობის სანდოობის თვალსაზრისით არ ყოფილიყოს და ზუსტად ამაზე ვილაპარაკებთ დღეს როგორ გახდა ჯარი ისეთი როგორიც არის პრაქტიკულად, ხო? მოდი პირდაპირ ცერემონიების გარეშე, ანუ შენ თავზე როგორ იგზენი რა, ანუ რომ მიხვედი, უკვე მოყევი, ხო, როგორ სიტუაციაც იყო წინა ეპიზოდში. აი შენ თვალსა და ხელშუა როგორ გრძნობდი, როგორ იცვლებოდა ეს ყველაფერი, რა მოხდა, რა ხდებოდა რა? სიმართლე გითხრა, ესეთი პოპულარული არასდროს არ ყოფილა. ნუ ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში პოპულარულს გულისხმობ იმ ხრივ კი არა, რაღაც უნდობლობა იყო. ცოტა ეგეც იყო, მაგრამ უფრო მაინც აი არ იყო პრესტიჟული, ანუ დედაშვილს არ გაუშვებდა, რაღაც მამაშვილს არ მშობლები მოკლედ არ იყვნენ ესე რომ ვთქვათ. ალბათ ბოლო ვარიანტი შეიძლება ყოფილიყო. იმიტომ რომ ზოგადად არ იყო ეს როგორ გითხრათ, აი ლოჯისტიკურად გამართული არ იყო. ნუ ბიუჯეტურადაც არ იყო ესე რომ ვთქვათ სარფიანი რომ გაგეშვა, შეიძლება უნდოდათ მშობლებს რომ ქვეყნის სამსახურში წასულიყო. მაგრამ აი თუ გახსოვს ის პერიოდი, როდესაც აი თვითონ მშობლები რო ერიდებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავიანთი შვილი არ წასულიყო სავალდებულო სამსახურში, რომ ერთი წელი თუ წელიწადნახევარი, 2 წელი არ დაეკარგა. ეს ნელა რა თქმა უნდა იცვლება და ამას ვერ გავიქცევით ესეც უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ სისტემური განვითარება ეძლევა და ეს ცუდია ესე რო არ ხდებოდეს და კარგია რომ ესე მოხდება, აუცილებლად მოხდება. ესე იგი, მე როდესაც გადავწყვიტე, ნუ მე ვსწავლობდი, ანუ სკოლა დავამთავრე, შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტში და არც მიფიქრია, როგორც წინა გადაცემებში უკვე თქვი, არ იყო ჩემს გეგმებში ეს ყოფილი, მაგრამ ისე დაალაგდა, რომ მე მანდ მომიწია წასვლა თავისუფლის რიგებში, ძალების რიგებში და სანამ წავიდოდი რამოდენიმე თვით ადრე დაიწყო უკვე მუშაობა ამ იმიჯის გამოსწორების მიმართულებით, უკვე ხედავდით რომ კომანდოს ბატალიონი, ეგრეთ წოდებული კომანდოს ბატალიონი უკვე ჩანდა სხვა ფორმაში, აღარ იყო ეს ის ჯარი, რომელიც ჩვენ მანამდე ჯარისკაცები გვხვდებოდნენ რაღაც გაურკვეველ ფორმებში, რუსულ ფორმაში ან რაღაც სხვა გაურკვეველ კამოფლირებაში. აქ უკვე აშკარად იკვეთება, ცოტა ადრე უკვე, სანამ მე წავიდოდი, იკვეთებიან ჯარისკაცები, რომლებიც ჩნდებიან უკვე ნორმალურ ტანსაცმელში, ფორმაში, ანუ ამერიკულ ფორმებში, ესე რომ ვთქვათ, მაშინ ვაფლს ეძახდნენ. ანუ ამერიკული როგორც თვითონ კამოფლირებას გულისხმობ თუ ხარისხს გულისხმობ თვითონ ფიზიკურად? ხარისხიც იყო და ორი პერიოდია, მოდი ესე დავყოთ, იყო პირველი პერიოდი, როდესაც ჩვენი მეზობელი თურქეთი ცდილობს და შემოდის თავისი, ესე რომ ვთქვათ, ინტერესებით თანამშრომლობს ჩვენს თავდაცვის ძალებთან, რა თქმა უნდა და ხდება ფორმების შემოტანა, ანუ თურქულ აკადემიაში ჩვენი სამხედრო მოსამსახურების წაყვანა და გაწორთნა, განათლების მიღება, იმათი დაბრუნება. ნუ არ არის ეს პატარა დროის მონაკვეთი, რამოდენიმე წლიანი პროექტი არის და ჩნდებიან, ესე რომ ვთქვათ, ამ ქვეყანაში მომზადებული და შემდეგ უკვე ქართულ ბაზაზე შექმნილი ქვედანაყოფები. არ არის ეს მასიური, მაგრამ აშკარად არის. ნუ ამას შემდეგ ანაცვლებს ამერიკული და რაღაც პერიოდი უკვე ერთიანად მიდის, ესე რომ ვთქვათ, ერთიანი ძალებით, იმიტომ რომ ნუ თანამშრომლობენ ეს ქვეყნებიც ერთ სტრუქტურაში და ორგანიზაციაში. და ჩვენ მოკლედ ყველა ჩვენი მეგობრისთვის მზად ვართ, ღია გვაქვს კარი, ოღონდ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ და რამენაირად ეს კარგი გამოცდილებები დავიწყოთ, მივიღოთ. მაგ პერიოდში არის კოსოვო, ნუ გვახსენდება, ანუ უფრო გერმანული ჩარევაც ხდება, მაგრამ ისეთი ძლიერი არა, ანუ მივდიოდით მისიებში, ეს ცოტა მერე ხდება, მაგრამ დაახლოებით რომელი წელია, იცი, აი
3-4-5 წელია, როცა უკვე ჩვენი ანუ გერმანული ფაქტორიც არის ჩვენს დაავადებულ ძალებში. ესე განათლებული ოფიცრები მოდიან ძირითადად პირველი არის გერმანია, თურქეთი, ცოტა ამერიკა, ცოტა მოგვიანებით და რა თქმა უნდა საქართველოშიც უკვე აკადემია მუშაობს და იწვრთნებიან და ყალიბდებიან ჩვენი ოფიცრები. აი მანამდე მინდა რაზე ვილაპარაკოთ, იცი? ეხლა მე როგორც იმ დროის დამკვირვებელი რაღაცა, აი არ გავიდო და თვი არ გავიდო და ალბათ რომ სადღაცა არ წავიყვანეთ ყაზარმაში, რომ რაღაცა განახლდა. რომელ წელს იძახი ანუ? ეს არის აი 4-5-6 წლები, როცა აი როგორი სიტუაცია გვაქვს, იცი, რომ აი ყოველ შემთხვევაში დაკვირვებიდან რომ ყოველ რაღაცა თვეში ერთხელ რაღაცა ახალი ყაზარმა ან აშენდა, ან გარემონტდა. შენ ამას თქვენ როგორ უყურებთ ამას, იმიტომ რომ ერთია, როდესაც აი შენ ახსენე რომ არ უნდა ჩაობლებს თუ წასულიყვნენ, ხო, ჯარში და ეხლა სხვა ყველაფერთან ერთად ადამიანს რო უშვებ რომ რაღაცა წელიწად ნახევარით 2 წელი უნდა თავის ყოველდღიური რუტინას მოწყვიტო, იქ რომ ხარ რაღაცა პირობებში უნდა იყოს, ხო? და ეს პირობების გაუმჯობესების თვალსა და ხელში ვახდებოდა თუ რაღაცა ერთ დღეს მიხვედით და დაგხვდათ თუ თქვენ ხო არ მიგიღეთ საერთოდ რამე მონაწილეობა შემთხვევით, თქვენ ხო არ ანუ აი მაგაზე მაგ ამბებზე რო ვილაპარაკოთ. კი, კარგია რომ დამაბრუნე იქ სადაც და ამიხსნა. მოდი ესე ჩამოვაყალიბოთ. ანუ პირველ რიგში არის რა გამორკვეულად არის ქვედანაყოფები ყალიბდება. ესე იგი ეს არის საჩხერე თელავის ბატალიონი, ეგრეთ წოდებული კომანდო და ესეთი ქვედანაყოფები არ გულისხმობს ეს დანიშნულების ქვედანაყოფებს, რომლებიც იქმნება, ყალიბდება და ანუ პრიორიტეტების მიხედვით ისინი ესე იგი ფორმებს იღებენ, იარაღებს იღებენ. აუცილებელია მოდი ხაზი გავუსვათ რას რომ ანუ ჩვენ საზოგადოებაში ან ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ახალი არის ის რომ საკონტრაქტო სამსახური შემოდის. ანუ საკონტრაქტო სამსახური ამ შემთხვევაში რას ნიშნავს რომ ჯარისკაცები თუ მიდიოდნენ სავალდებულო სამსახურში და იქ იხდიდნენ ასე მათ მოვალეობას ქვეყნის სამშობლოს წინაშე აქაც იგივე ესე რომ ვთქვათ мотивაციით შემართებით მიდიან мотивით ოღონდ აქ ხდება უკვე ეს არის შენი პროფესია. ანუ აქ იღებ განათლებას, აქ აწერ კონტრაქტს ხელს, სადაც არის შესაბამისი პირობები, გეძრევა ხელფასი და შენი წვრთნა არის დაფინანსებული უფრო მეტად, ვიდრე მანამდე უბრალოდ აი სავალდებულოს мотивებზე არ არის. ანუ უფრო მეტად სერიოზულია და ანუ შენ რასაც ამბობ ეხა 2003, 2004, 2005-ში უფრო, აი 5-ში უფრო ჩნდება უკვე იწყება ეს ლოჯისტიკური აღშენებლობა, ბუმი, ხო? ანუ პირველი ბაზა მე თუ არ ვწდები ხა ესეთი მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენ ვიყავით, მაგიტო და გავუსვა ხაზი იყო სენაკში მეორე ბრიგადის ქვეითი ბრიგადის ბაზა, რომელიც აშენდა, ნუ ჩვენთვის წარმოუდგენ. მაგ პერიოდში როცა დაიწყო ამის შენება და ჩვენ ეს რენდერზე ხედავდით რაღაც სურათებით შანდა და ჩვენთვის აი წარმოუდგენელი იყო რა ეს, ანუ იმდენად ახალი იყო ჩვენთვის და არ ვიჯერებდით რომ ეს შეიძლება ჩვენი საცხოვრებელი ესე რომ ვთქვათ, ან სავარჯიშო ქვედანაყოფი ყოფილიყო. სადაც ქვედანაყოფი განთავსდებოდა. ესე იგი შემდეგ უკვე ამას მოყვა რა თქმა უნდა ეს აი ხშირად იყო ხოლმე განხილვა ჩვენ ერაყისთვის ემზადებოდით 2005 წელია წავედით ერაყში და ნუ იქ უკვე პირველად გვაქვს შეხება სხვა ქვეყნის ქვედანაყოფებთან, ესე უშუალო შეხება როგორც ბრძოლის ველზე და დავალებებში, ასევე ვყურებთ ლოჯისტიკურად როგორ არის გამართული, ანუ მანქანები, ტყვია წამალი, ანუ თუნდაც ვარჯიში, თუნდაც ნებისმიერი რამ რაც დააკავშირებული იყო სამხედრო ოპერაციებთან, მათ ანუ აუცილებლად აღნიშნავ კვება, ჩვენთვის იყო შოკი. ანუ მართლა, არავინ არ მოდივართ 90-იანებიდან ვართ, ზოგი იქეთ კიდე ქვემოთ და ყველას იგივე სტანდარტის საჭმელის რაღაც გვაქვს სახლში და ჯარში მით უმეტეს არ არის ეს და რო ჩავდივართ ხედავთ ამ ყველაფერს სრული შოკია ესე რომ ვთქვათ რა. აი ამ კვებაზე გაგაცნობდი, მაგრამ დაიმახსოვრე აზრი. კვებაზე მინდა კითხო, ერთ-ერთი ლეგენდა დადიოდა მაგ დროს რა და ვარ შანსი მაქვს და ვიკითხავ თუ კი გაგიგია ან თუ კი რამე ეგეთი იყო, ანუ
ეგეთი ლეგენდა იყო, რომ რომელიღაც დანაყოფში, რა თქმა უნდა, ლეგენდის მიხედვით დანაყოფი და კონკრეტიკა არ უნდა იყოს, რომელიღაცა დანაყოფში ახალწვეულმა იმდენი სოსისი ჭამაო, რომ ცუდად გახდაო რა, იმიტომ რომ მანამდეო აი ესე თავისუფლად სოსისებთან შეხება, ანუ ეგეთი წარსულიდან მოდიოდა, ეგეთი ქვეყანა ქონდა, რომ კაი სოსისი იყო პრობლემა ქვეყანაში, ხო? და აი ეგეთი ლეგენდა არის, რომ აი ერთ-ერთმა ახალწეულმა იმდენი სოსისი ჭამა, რომ მე ცუდად იყო და შენ თუ გაგიგია ჯერ ერთი ეს ლეგენდა, თუ მარტო სამოქალაქოებში არის ეს თქვა გაფასებული და აი ეგეთი რამეები კურიოზები თუ იყო. ხო, აი სოსისზე კონკრეტულად არა, მაგრამ ხო იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ანუ ეს არ არის დასაძრახი, ანუ ჩვენ ნუ ეგრე ხდებოდა ისეთი ოჯახებიდან, სადაც ანუ ძირითადად გაჭირვებული ადამიანები ვიყავით, ნუ ეხლა საჭმელი არ გვიჭირდა, მაგრამ ამდენიც ერთად ნანახი არ გქონდა, ესე რომ ვთქვათ, უფასოდ. მაგრამ იყო რაღაც ანუ კულტურა არ გქონდა დაუშვათ თუნდაც იმდენი არ გვეჭამა, რომ დაუშვათ მე თუნდაც არ გამختارიყო. ეგეთ რაღაცებს უნდა ვილაპარაკოთ. ჯერ ერთი მარტო ჯარში არ იყო ეგ ამბავი რა, ქვეყანაში წევრი იყო, ანუ ეგ არ არის ის რომ რაღაცა ჯარისკაცი იყო და მაგიტო დაემართა. აი ეგრე არ არის. ხო, იყო რაღაც ეგეთი მომენტები, უბრალოდ არ გქონდა ესე რომ ვთქვათ კულტურა ამაზე, ანუ ჩვენ ანუ სერჟანტებიც არ ვიყავთ მზად, ჩვენი ჯარისკაცები ესე რომ ვთქვათ მოგვემზადებინა რომ ანუ იმდენი არ გვეჭამა ესე რომ ვთქვათ. თუმცა არც გვიფიქრი ამაზე რომ იმეს რაღაც აუკრძალოთ რამდენი ჭამოთ. იყო რაღაც ცალკეული მომენტები, როდესაც რაღაც კურიოზად შეგვიძლია გავიხსენოთ. იმიტომ რომ იმდენად წარმოგიდგენთ 12 სახის ნაყინი დაგხვდა, ან მაგას ვამბობ ხოლმე, რომ დანარჩენს მიხვდეთ, ხო? ანუ წარმოგიდგენთ ერაყში, ანუ ომში, ამერიკა ისე არის წარმოდგენილი სხვა ქვეყნებთან ერთად, ნატოს ძალებთან ერთად, რომ მის ნებისმიერ სასადილოში მინიმუმ 12 სახის ნაყინიც კი არის. სხვაზე რა. ხო, აქ წარმოგიდგენთ ჩვენ ჩავდივართ, მეც პირადად ანუ ჩავდივარ, ანუ და ესე იგი ყველაფერი გინდა რომ გასინჯო ესე რომ ვთქვა. და ნუ იქ იყო რაღაც პატარა კურიოზები, არა მარტო მაგაზე, იქ სხვა კულტურული ესე რომ ვთქვა გადასვლები. აი, მან ეხა მე შემოგეშველები, რომ არ იფიქროთ რომ ეს მარტო რაღაცა ჯარისკაცი ემართებოდა, ჩვენ ხა ჟურნალისტებსაც გქონდა ეგეთი ამბები, რომ რაღაცა რომ მათ შორის ერაყი იყო ერთ-ერთი პირველი გამოცდილება, აქაურზე რო არ ვილაპარაკოთ, სადაც ჩავედით და აი ეს მართლა ჩვენთვისაც რა ჩვენთვისაც ანუ გაუგებარი იყო, რომ როგორ შეიძლება აი ამდენი რაღაც ჰამბურგერი, ჩიზბურგერი, სტეიკი ყველა რაც კი რესტორანში წარმოგვიდგენ და ყველაფერი თავისი ნახე. მაგის გარდა იყო თითქმის ყველა რესტორანი წარმოდგენილი, მე მახსოვს აი ბიგ მაკი, ან ბიგ მაკი კი არა, უკაცრავად ბურგერ კინგი იყო წარმოდგენილი. ნუ ბასკინობის როცა მართლა ბასკინობის წარმოდგენილი თავისი. და იმას ყვებოდი რომ ჩვენ ანუ პირველად რომ შევედით, აი ესე ავეთ და ავიღეთ და რაღაც დიდი ესეთი გორა გქონდა. და რა თქმა უნდა გამორიცხულია რომ ყველაფერი შეჭამო რა და მერე მოვიდნენ და აგვიხსნეს რომ რაც გინდათ აიღეთ, რამდენიც გინდათ აიღეთ, ოღონდ რასაც აიღებთ ბოლომდე შეჭამეთ. მადლობა რომ დამეხმარე, ანუ მე ცოტა ანუ ეს არ არის მე მესმის რომ რაღაცა შენს თანამებრძოლებთან რაღაც სხვანაირად არ გიგდოდა, მაგრამ ეგრე ხდებოდა. ხო, შეიძლება საზოგადოება ვერ გაიგოს, მაგრამ ჩვენ დავბადეთ ეს ხუბრობები და ჩვენ ესე ვთქვათ ხუბრობთ ამ ყველაფერზე. მართლა იყო მაგას, თუმცა აი კარგად მინდა, კარგისკენ რო წავიყვანოთ ეს და ცუდად არაფერი ცუდი ანუ ხო, არ მისცეს ცუდი ინტერპრეტაცია, რომ ჩვენ რაღაცას დავცინით, მაგრამ მართლა იყო ესეთ რომ თუნდაც ეს, ანუ ჩვენ ხედავთ როგორც ამაში განვითარებას, ესე რომ ვთქვათ, კულტურულს, ასევე ჩვენი თვითონ სამხედროების ჩაცმა, იარაღის დაჭერა, იქ მოქმედება, ეგრეთ წოდებული rules of engagement, თუნდაც იქ პირველად გავიგეთ საერთოდ ბრძოლაში ჩართვის წესები. ჩვენ უშუალოდ ჯარისკაცმა თორე რა თქმა უნდა ჩვენი ხელმძღვანელები განათლებულები იყვნენ ამ ხრივ და იცოდნენ. თუმცა ეს არ იყო რა, ეს წვეტა იყო რაღაც მომენტებში და ნუ ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდა, რომ აი ესე ბევრი საკვებიდან იმ საკვებამდე ჩამოსულიყავით, რომ იმდენი აგვიყო, რამდენიც იყო საჭირო და არ გადაგვეყარა. რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენი კულტურა გეუბნება, რომ ნუ საჭმელი არ უნდა გადაყარო ქართული, საჭმელს არ ყრის, მაგრამ ეს იმდენად მაცდური იყო ეს წარმოდგენა მათი, რომ ჩვენ ამას ვერ უძლებთ ესე რა ვთქვა. თუმცა დავიხვეწეთ. იქ იყო რაღაც ცალკეული ხუმრობები, მე აი ჯარისკაცები თვითონ მომსახურე პერსონას ვინც საჭმელს ესე რა ვთქვა გვაზრებდა მათ ანუ სოსის არქმევდნენ რაღაც სახელს
აღარ ვიტყვი რა სახელს და ჩვენ ერთი ხელმძღვანელი იყო ჩამოსული, რომელმაც აი ის მომეციო და ისა ძუძუები, ხო და ძუძუები ვერ მიხვდა. ანუ ჩვენმა ჯარისკაცებმა დაარქვეს იმ რაღაცას კონკრეტულ სახეობას ძუძუ მეორეს რაღაც სასაცილო სახელები ვაკეთებ, რასაც აღიქვამდნენ ის უცხოელები. მე მგონი რომ უფრო აღმოსავლეთ ადგილობრივები იყვნენ ხოლმე ძირითადად არა? არა, მე მახსოვს აი ეს მალაიზია რაღაც ესეთი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ამ ხრივ წარმომადგენლები და ძალიან კომუნიკაბელური მეგობრულები და ქართველი ხა ჯარისკაცი ხო არა მარტო ქართველი ზოგადად ჯარისკაცის იუმორი საერთოდ სხვა არის და სახელები ხომ დარქმეული მოგეთ და გამარჯვების მაგერაც ხო არა მე სასწავლიდნენ და მე მეთაურს ესენი ეძახდნენ და იყო ესეთი რაზეც შემდეგ და ნელა მაგაზე ნელ-ნელა სხვა ეპიზოდებში ჯარულ იუმორზე და ჯარულ ხუმრობებზე ვილაპარაკოთ. ეხა ანუ ეს თქვათ ექსოციალური ნაწილი გასაგებია ხო? ამასთან ერთად გაჩნდა როგორც შენ თქვი, კარგი ფორმა, კარგი ბათინკი, წვრთნები დაიწყო სხვანაირი ხელფასი, ხო? აი აქ როგორ შეიცვალა როდის იგრძენით რომ კარგი ფორმა და ბათინკი აღარ იყო რაღაცა და იყო ჩვეულებრივი ამბავი რაც უნდა ყოფილიყო. ერაყის შემდეგ ვიგრძენით ეგ ერაყის შემდეგ უკვე ჩვენ გაგვიჩნდა მოთხოვნილება ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ სტანდარტები, რომელიც ქვემოთ ვერ ჩამოვწიეთ რაღაც დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ მე უცებ მალევე ომი დაიწყო, სხვა რამეზე ვიყავით გადართულები, მაგრამ მოდი შენ როცა იტყვი მაგას ეხა მე ხვდები შენ ხრივ დაინტერესება მე ჩემ ხრივ დაინტერესებას მივაბად და გავაერთიანოთ. ანუ შენ როდესაც ახსენებ უშუალოდ მაგას მე მახსენდება როგორ ვითარდებოდით უშუალოდ აი ტაქტიკურ დონეზე. აი პირდაპირ ამ ჯარისკაცი რომელიც შემდეგი მაგითკენ მივდიოდი რომ აი ამ ყოლაფრის მერე გადახვედით უკვე პროფესიულ განვითარებაზე. ძალიან შესამჩნევი იყო ეს აშკარა იყო. აი ჯარისკაცები რომლებიც დავშვა აი ესე დადიოდნენ ავტომატებით, აი გინახავთ ალბათ კადრებში, აი ძველ კადრებში, აი რუსული სტილია ეს რა, ესე გადაკიდებული, ანუ პირდაპირ ნიშნავს რომ ხიფათია, ხო? ნულის ტარება, ასე რომ ვთქვათ. უკვე ჯარისკაცებმა იციან თითი რო სასხლძე არ უნდა კონდეს, იარაღი მიმართული უნდა იყოს დაბლა, უსაფრთხოდ. ანუ ჩაცმის სტილი, უშუალოდ მხედრული სალამი. სხვათაშორის მინდა ვთქვა, რომ ხშირად ხდება ხოლმე სამხედროებიდანაც რომ არის სამხედრო სალამი. სამხედრო სალამი არ ვიცი რა არსებობს, მაგრამ რასაც ჩვენ სამხედრო სალამს ვეძახით, ამას ქვია მხედრული სალამი. რომელთაც ერთმანეთს ვესალმებით ჯარისკაცები. ხო და მოკეთ ანუ ეს ყველაფერი შენ როდესაც მაგას ამბობ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აუცილებლად ჩემთვის სურათად ეს იხატება. აი ეგ ძალიან კარგი ამბავი არის, რომ ჩვენ სამოქალაქოები რო ვთქვათ ერთი შეხედვით ხედავთ იმას, რომ ადამიანი ჯარისკაცი ფორმაშია, ეს თქვენთვის ჯარისკაცებისთვის გულისხმობს მარტო იმას კი არა, რომ ფორმაში ხართ, არამედ ფორმაში ხართ. უკვე იცით აი ეს ტაქტიკური ამბები რაღაცა, მაგაზეც რო ვილაპარაკ, ეგ გარდაქმნა რამდენად მკივნეული იყო, რამდენად მარტივად გაიარეთ ეგ ამბავი. ხო, მოდი დავუბრუნდეთ პირველ კითხვას, რომ ჩვენ როდის ვიგრძენით ეს ფორმა და ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ბათინკი, რომ არ იყო ესეთი მნიშვნელოვანი. ნუ ერაყის შემდეგ ეს იყო ჩვენ ხვდებოდით რომ ანუ იმ პერიოდში როდესაც მე მივედი ჯარში ხდებოდა შენ უნდა მიგეტანა ან შენ სპორტულ ფორმაზე ხდებოდა შენ უნდა გეზრუნა რა ეს რო ვთქვათ ანუ მე ვყიდულობდი ხო ეს ზუსტად მახსოვს ის რომ ესე იყო ანუ მე მივიტანე ჩემი სპორტულები რომელიც იყო უნდა ყოფილიყო რაღაც მოთხოვნა რომელიც თავიდან არ ვიცოდით ესე კი არ ყოფილა რომ ჩამონათვალში კრიტერიუმი ყოფილიყო რომ სპორტული ყოფილიყო ესე უბრალოდ ხო იყო რომ სპორტული აი ეს გამოსაცვლელი რაღაც პირად ჰიგიენის ნივთები ესე უნდა მიგვეტანა ხოლო როცა მივედით აღმოჩნდა რომ ეს სპორტული ზოგს თეთრია სხვა ზოგს წვანე ზოგს წითელი აჭელებულები ყავით და მე დაურეკეთ მშობლებს და მეგობრებს და ერთფერში მოხდა ერთფერში რაღაც მუქ სადა ფერებში ჩავიცით ყველა მაქსიმალურად ну იქ იყო შემდეგ ბოტასები, კეტები, რაც რა თქმა უნდა მაშინ არავინ არ ფიქრობდა. ჩვენ, კი, მე თან ახლა ჩვენ ვინც სპორტსმენები ვიყავით, კი ვიცოდით რომ დაუშვათ ერთი ზომით, ხო, ერთი ზომით დიდი. მეც ახლა ვარჯიშობდი, მაგრამ არ ვიცოდი რომელი იყო სარბენი ბოტასი, რომელი იყო რაღაც ტრეილის სარბენი ან რაღაც ხოხდებიან ძალიან დიდი ახლა საერთოდ სხვა ცნობიერება არის და ძალიან კარგია ეს ყველაფერი. და მაშინ ახლა მახსოვს ზოგი შიპებიანი ბოტასებით იყო ფეხბურთის შიპებიანი რო იყო ზოგი რაღაც ძალიან სასაცილო იყო თუმცა მაშინ ეს სიტუაცია იყო ამას ვიძახი 4-5 წელი 2004-2005 წელი მახსოვს აი ძალიან დიდი პრობლემა იყო
როცა ყიდულობდნენ ბოტასებს, ანუ ზუსტად იმ ზომებს 38 მოქონდათ ხო 50 და სირბილის პირველივე სირბილზე ყველა თითი დაშავებული ქონდა ჯარისკაც და ვეღარ იცმევდნენ. ანუ მეორე დღეს უკვე ჩაცმა შეუძლებელი იყო შეშუპებულ თითებზე და ფეხებზე. ამიტომ მე ესეთი ოპშენი მოგცეს, რომ შეგვეძლო გვერბინა ძალიან ესეთი ლეგენდალური ლურჯი ერთი უწყვეტი ჩუსტები რო იყო თუ გახსოვს აი 800 რეალდებოდი და აქ რო მოვარდებოდა ეგ იყო ძალიან ან თითქმის ყველანი მაგაზე გადავედით იმიტომ რომ ნუ მოგიხსენება ძალიან დიდი დატვირთვები იყო რო ანუ უბრალოდ რო წარმოვიდგინოთ და არ მომეხსენება მომიყევი როგორი დატვირთვები იყო წანისიდან ჩვენი სერჟანტები ესე იგი მოგვაწყობდნენ და წანისი საწვრთნელი ბაზა სადაც არის ეხლა იქედან კუმისის ტბაზე ავდიოდით ცირბილით რა თქმა უნდა გაუჩერებ ანუ არაფერი დიდი ეხლა ვის დარბის და ჯარისკაცების ეს არ უნდა იყოს მაგრამ ჩვენთვის ეხლა ახალი მისური ადამიანები რომლებიც საერთოდ არც ქონდათ ნარბენი ესეთი ბიჭები არა ორი გოგო ყავდა სხვადასხვა წარმოიდგინე 2005 წელია ორი გოგო ყავდა ჩვენ ქვა დანაყოფში მაგრამ ჩვენ ასეულში და ბევრნი იყვნენ სხვადასხვაში და სამწუხაროდ არ მახსოვს გვარები და საწყენია და სირცხვილივე და ძალიან მაგარი გოგოები, აი ისეთი ქართველი გოგოები რა გაგიხარდება და მოგეთ ესენი წარმოიდგინეთ ჩვენ მივბივართ კუმისზე ზოგი ჩუსტებით უკვე ზოგი რაღაც ძალიან მოჭერილი ბოტასებით ავდივართ სერჟანტები მაშინ ვინც იყვნენ გაწვრთნილები და წვრთნიდნენ ჩვენ მათ ქონდათ გავლილი ამერიკული კომანდოს კურსი ესე რა ვთქვათ რა რაღაც დააპდეიტებული კომანდოს კურსი ანუ drill ინსტრუქტორის კურსთან მიახლოებული, სადაც აი ჩვენ რო ხედავთ ხოლმე ხა იმაში კადრებში როგორ უყურიან ამერიკელები ან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები თავიანთ ჯარისკაცებს ეგრეთ წოდებულ boot camp-ზე, ანუ კარანტინში. რატო უყურიან ხო? ხო მაგას მე ვილაპარაკობთ. იმიტომ რომ ნუ აქეთ გადმორთვა მოხდეს. ეგ კარგი თემა არის. და მოკლედ მივდიოდით ანუ ყველა იყო მოტივირებული და მომართული იმისთვის რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი გვეწვალა. ანუ მან ჩანდა, მან უყურებდა სერჟანტი ჩვენს ხსნას. რაც უფრო მეც ვიწვალებდით, რაც უფრო მეტად დავიტანჯებოდით, რაც უფრო მეტად დავზიანდებოდით, ანუ იმ პირველ სახეს ვიძახი, ან ბოროტყლოდ კი არა, ანუ ეს ხო ის არის რომ ჩვენ უნდა მივიღოთ კივილი რომ ეხლა ჯარისკაცმა უნდა ირბინოს ხო, რა უნდა ქნას ჯარისკაცმა უნდა ივარჯიშოს. ჩვენ მოვდიოდით სამწუხაროდ ქართული რეალობიდან, სადაც დავუშვათ ჯერ კიდევ მშობლები თან ცხოვრობთ, გვიმზადებენ საჭმელს, გვირეცხავენ და ასე შემდეგ. ანუ ეს გარდაქმნა უნდა ყოფილიყო აშკარა ძალიან ესე ცოტა მოკლე დროში ჩატეული. ეს პერიოდი არის და ჩვენი მიტანილი ესე რომ ვთქვათ ტანსაცმელი, ჩვენი ბოტასები, მომზადების პროცესი და უცებ ხვდებით რომ ამ უხარისხო რაღაც ჩვენს ეს რო ვთქვათ სხვადასხვანაირ ხო აჭრელებულ არასტანდარტულს უცებ წინააღმდეგობა ხდება შემოდის ძალიან საგრძნობლად შემოდის თავად შეერაღებულ ძალებში მაშინ ახალი ამერიკული ხარისხის ამერიკიდან პირდაპირ ფორმა ბათინკი ეგრეთ წოდებული ვაფლები, მაშინ თან შემოდის როგორც მწვანე კამუფლირებით, ასევე ტყის კამუფლირება, ასევე უდაბნოს კამუფლირება, ორი, ანუ ორი არა, 4, ანუ ორი წყვილის. თავის ქუდებით, თავის ქამრებით, თავის წინდებით, ბათინკებით, კიდევ სპორტულებით. მაგას მოსდევს ის, რომ ჩვენ აი ამერიკაში მომზადებული ძალიან კარგი ახალგაზრდა ბიჭი ოფიცრები, სხვათა შორის მაშინ ყავდა პირველი 100 მეთაური ქალი თავდაცვის ძალებში, ნუ თავის ძალებს როცა ვიტყვით და შეერაღებული ძალები ორივე ვიგულისხმობთ, რომ ეცვლებოდა სახელი. შეერაღებული ძალები აწ უკვე თავდაცვის ძალები. თავის ძალები და მაშინ შეერაღებული ძალები და მახსოვს, გვარს აღარ ვიტყვი, ძალიან ისეთი ვაჟკაცი ქალბატონი, ჩვენი პირველი 100 მეთაური. ნუ ეს იყო რაღაც ჩემთვის შოკი იყო რა, თან ისეთი გოგო იყო, რომელიც აი ნამდვილი სამხედრო რა ჩემთვის. არ ვიცი მას რა განვითარება მოყვა შემდეგ თავდაცვის ძალებში, სად არის და როგორ განვითარდა, მაგრამ ნუ იმ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან სამაყო იყო. და ძალიან საკვირველი ხა არ ვიყავით მიჩვეული ხო რომ ქალი ფორმაში თან მეთაური. ხო. შემოდის ეს ყველაფერი,
და ვსწავლობთ ჩაცმას, ანუ იქ ფორმა ზოგი დიდი, ანუ ის ქართული რეალობა, ანუ გამოუცდელო მაინც შეჭა რომ ზოგს ვიღაცას პატარა ხდება, ვიღაცას დიდი, ანუ განაწილებს ეს ლოჯისტიკური რაღაცები, მინუსები, მაგრამ კარგი, არა მე მიხარეს ზოგადად როცა ამას ვიტყვი, ნებისმიერ სხვა გადაცემაში თუ მანამდე მithქვამს, არ ვამბობ, იმიტომ რომ რაღაცა ვიღაცის დაკნინების მხრივ პირიქით ეს ისე, ანუ მე ვთვლი რომ ეს ყოველთვის გაიარო რომ გაიზარდო, ანუ ესე პირდაპირ, სამწუხაროდ არ არის, კარგი იქნებოდა თუ იქნებოდა. და ხდება ამ ყოველთვის მიღება, ამას მოსდევს რა თქმა უნდა აღჭურვილობა, არ არის მარტო ფორმა, ამას მოსდევს განტვირთვი ჟილეტი, ამას მოსდევს საფხუტი, მოსდევს ჯავშან ჟილეტები და ასე შემდეგ. და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს, ნუ მაგ შემთხვევაში, მაგ პერიოდში მე ამას რა თქმა უნდა იქ დავხვდა ეგ, მაგრამ ისეთი კრიტიკული არა, რაც მე რაღაც ვიდეოებში მაქვს ნანახი, სადაც ერთ-ერთი ჟურნალისტი ეკითხება ამ საწვრთნელი ბაზის მეთაურს, რომ გეხმარება თუ არა თავისუფლების სამინისტრო რაიმეთი სამოქალაქო, ესე რომ ვთქვათ, ხელმძღვანელობა და კი, რა თქმა უნდა, ეს გენერალი ეძახის, აი მაგალითად წინა თვეს მოგცეს 80 კილოგრამი ლობიო, 220 კილოგრამი კარტოფილი და ანუ მე ვხედავ შემდეგ თუ აი სად მივედი, ანუ ეს ვიდეო არის გადაღებული 2003 წელს, მე ვსაუბრობ 2004-2005 წელს, ანუ ძალიან მოკლე დროში. ანუ შეუძლებელია რაღაცა ძალიან დიდი ცვლილებები იყოს ამ ყველაფერში, ხო? მაგრამ ნუ ანუ არიან აი ხელმძღვანელები დადიან რა სამოქალაქო მანქანებით, რაღაც ანუ არასერიოზულია ეს ყველაფერი. ანუ ეთყობა რომ ძალიან გაჭირვებულები ვართ, ეთყობა რომ გაჭირვებული ვარ არა მარტო ფინანსურად, არამედ არის ყველანაირად ეხლა იქმნება ეს სტანდარტები, ეს პროტოკოლი არ არსებობს საერთოდ რა. სხვადასხვა აჭრებული ფორმები და ჩვენ პირველი ქვედანაყოფი, უკვე მეორე ქვედანაყოფი ჩვენია საჩხერის ბაზაზე, ესე რომ ვთქვათ, ქვედანაყოფი, საჩხერი ერქვა ქვედანაყოფს და ანუ არა ქალაქი. ამის ბაზაზე გაგრძელებული ქვედანაყოფი, ვიც ანუ აღვიჭურვეთ უკვე. უკვე ჩნდება ტექნიკა, უკვე აშკარად აი შენ გრძნობ რომ აი კულტურის დაბადების პირველ დღეებში ხარ. კარგად მახსოვს დაუბრუნდები თავიდან რენდერზე რომ ნახეთ ჩვენი მომავალი ქვედანაყოფი როგორი უნდა ყოფილიყო ვიზუალურად და პირველ ან გვანახეს რა თქმა უნდა რომ ჩვენ ეს რაღაც ისიც პროპაგანდის ნაწილიც იყო რა თქმა სწორი პროპაგანდის რომ ჩვენ აი სად უნდა გვეცხოვრა იმიტომ რომ ჩვენი მომენტში გავდივართ კარანტინსაც დაახლოებით 150 კაცს ერთ დიდ ოთახში გვეძინა ანუ ისე კი არა რომ ყაზარმულ სიტუაციაში გვეძინა და ნუ ვიცოდით რომ ეს არ უნდა გაგრძელებულიყო ეხლა თუ ვაპირებთ 5 წელი 6 წელი 10 წელი კიდევ სახურს ეხლა არ არის ხო 150 ადამიანთან ერთად გაიყო საძინებელი ხო და ამის წარმოდგენას გვიქმნიდნენ ნუ ხედავთ ეხლა თითო ანუ ეს ინდივიდუალურად მომზადებული სამხედროები რომლებიც არიან გამოწყობილი ამერიკულ ფორმაში რომელიც ჯერ არ გვეცვა ჩვენ და რაღაც ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ ჩვენ და გვინდოდა რომ ესეთები ჩვენ ყოფილიყავით თქმა უნდა ესენი პირველად ესე პროექტორზე გაშლილად გვაჩვენებენ რომ აი ესეთი იქნება თქვენი ქვედანაყოფი და პირველი კითხვა ეს ხე იუმორს დაუბრუნდით ისე ჯარისკაცი ერთ-ერთი რეგიონი და კითხავს რომ ეს რა არისო წინ რომ ხელო ესო პარკინგი არისო და ნუ რაღაცა WhatsApp-ი მოყავს ესო პარკინგი და დაგცინიან ალბათ რომ არ მანქანა არავის არ ყავს და დაახლოებით რავი რაღაც 500 მანქანიანი პარკინგი წარმოდგენილი ქვედანაყოფის წინ ქვედანაყოფის დიდი პარკინგი წარმოიდგინე და ამას მოყვება დამუშავებული ეს რენდერზე აი ეს რა არის და ეს იქნება სასადილო სადაც ესე შვედური მაგიდა იქნება ანუ ამას გვეუბნებიან რა და აი ხა დაუპირისპიროთ იქ რა ხდება ანუ ჩვენ კარანტინის წრთნას ანუ წრთნას მოსამზადებას გავდივართ და ჩემი თვალით ვაკ ნანახი სატვირთო რომელთაც გადაქონდათ შემოქონდათ ახალი ფორმები გადაქონდათ დაუშვათ რაღაცა მანქანის ნაწილები მერხები ნებისმიერ რამე შეიძლება ერთი მანქანით შეიძლება რაღაც ნარჩენებიც გადაეტანათ ერთი მანქანა ყავდა ქვედანაყოფში მოკლედ სატვირთო ძველი რაღაც საბჭოთა წარმოების და აი ამ პერიოდში ვხედავთ ჩემი თვალით ნანახი რაც არის ესე რომ ვთქვათ პროდუქტი რომელიც მიდიოდა სასადილოში და რომელიც ნუ გვეჭამა ჩვენ ნუ აღარ ჩაუღრმავდები ხა იყო ხორციც იყო რაღაც ძის პროდუქტებიც აი ამ სატვირთოზე
ერთ მანქანაში. ხო, ჩვენ მივსვლავთ, ჩამოგვით, ანუ ეს ხდება, აი ჩვენ ვაშენებთ, გესმის? ის არ არის რომ ამას კონკრეტული სამსახური ყავს, მაგრამ ვიღაც მოხუცი ადამიანი, რომელიც აი ხალხთან თუ ჩამოტვირთავს, ჩვენ ჯარისკაცს გაგვიშვებდნენ და ხაშკარ სატვირთოზე ადიხარ და რაღაცა გუშინ რომ ჩამოტვირთეს ტექნიკა, მერხები, ეხა ხორციდებს და იმას ჩამო. ეს პერიოდია და ამ დროს გვეუბნებიან რომ აი თქვენ ცოტა ხანში, ძალიან ცოტა ხანში და ეს უნდა ვიცოდეთ რომ მოწყვეტილი ვართ საერთოდ თელ რეალობას. საერთოდ რამე თუ ვიცოდით, ვინმე საერთოდ კომპიუტერთან თუ სადმე შეხება და ძალიან იშვიათად ვინმეს ქონდა, ინტერნეტი საერთოდ არ არის. ტელეფონები არ არსებობს, მობილური ტელეფონები ახალი შემოსული და რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს ყოველს წვდომა. და ამ პირობებში ვიღაც ტიპები გვეუბნებიან რომ კარგად ჩაცმული სერჟანტები გვეუბნებიან რომ ეს იქნება თქვენი მომავალი. ნუ ვიცით რომ ერახში მიდიოთ, არც ის ვიცით ერახში რა ხდება ზოგმა გეოგრაფიულთან რუკაზეც არ იცის ეს ყველაფერი მათ შორის რომ მეც. და ნუ ამასაც მოყვა ოვაციები რომ ეხა უკვე ზედმეტია ხო ეს ეგრეც არ იქნება რომ შვედური მაგი და ესე არ თქულა შვედური ცნებაც არ იყო ჩვენთვის რომ მიხვიდოდი ნებისმიერ რაც იყო წარმოდგენილი დღეში სამჯერადი კვება სხვადასხვა კერძები აიღებდი რამდენიც გინდოდა და ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა იმ მომენტში იყო მაცივრები რომელსაც აი ესე მახსოვს სერჟანტი ესე მოდა ასე აიღებ ჭიქას შედებს შიგნით და ეს პეპსი ან კოკა-კოლა ან ფანტა ჩამოსვა რამდენიცაც გინებდეს დალეო და ნუ ეს იყო როგორც იცი მაშინ მართლა დავფიქრდი რომ მეთქი რაღაცას ისინი გვატყუებენ რაღაცას გვატყუებენ ისეც რომ რა ხდება ნეტა და ნუ ჩავდივართ ერახში და ეს ყველაფერი რეალობაა და ვამბობთ რომ ალბათ ამაზე საუბრობდნენ და ეხა იქ საქართველოში და საქართველოში ჩამოდივართ და უკვე გვხდება ეს 6 თვიანი როტაცია იყო თუ 8 თვიანი 9 თვიანი ანუ 9 თვიანი ჩასვლა იქ მოსამზადებელად ანუ არასრულ ერთ წელიწადში სხვა რეალობა დაგხვდათ საერთოდ ანუ წარმოიდგინე გწანის და ჩვენ არც გქონდა სხვა ბაზა ნანახი ანუ ჩვენ ბაზაზე საერთოდ არ ვიყავით სამხედრო ბაზაზე ნამყოფი წვრთნა გავიარეთ ჩამოყალიბდით წვრთნა გავიარეთ ერთი მეორე მესამე წვრთნაც წინა სამშტო მისიის მომზადება და ანუ განსხვავებით ჩვენგან უკვე არიან ქვედანაყოფი რომლებიც კოსოვოში როტირებენ ანუ მიდიან და მოდიან და იმათი გადმოცემით მახსოვს ეგეც ბევრს გაახსენდება კოსოვოს ბოტასებს ვეძახდით რა ანუ იქიდან გადმოდიან კოსოვოში ვინც უკვე ორჯერ იყო ნაყოფი ან ერთხელ მოავლინეს ჩვენთან და სპორტულები რო გვეცვა ხოლმე მათ ეცვათ ლურჯი ბოტასები და ლურჯი ბოტასები ნიშნავდა რომ კოსოვოში იყავენ ნაყოფი ან ვიღაც ძალიან ახლობელი ტიპი ყავდა იქ ძმაკაცი რომელმაც დაგითხრია რა და ნუ ეს კოსოვოს ბოტასები არ იხეოდა აი ნოკია და კოსოვოს ბოტასი იყო ერთი ან მე მგონი ეხაც ანუ ვერაფერს ვერ უშვებოდით მე სადღაც ხვდებოდა რამოდენიმე წლის შემდეგ შეხვდა ბრენდი იყო თუ არ გახსოვს აი არ მახსოვს არ დავფიქრობ ლურჯი ბოტასი კოსოვოს ბოტასები და კომფორტული იყო ძალიან გერმანული იყო ანუ გერმანული ბოტასი იყო მაგრამ ეგ მოვიძიოთ და შემდეგ აი სადმე აქ ჩავსვათ ეს კოსოვოს ბოტასი აუცილებლად მოვიძიებთ ან ვიღაცა გამოგიზავნის სავარაუდოდ იმიტომ რომ მაშინ გერმანელები ამზადებდნენ კოსოვოსთვის სავარაუდოდ გერმანული ბოტასი იყო და ნუ ეს ეხა მე რა პერიოდს გეუბნები იცი რატი ანუ კარგად მიხვდებიან აი თუ ვიღაცისთვის 90-იანებში ჯინსები იყო აი არახელმისაწვდომი და ალბათ საძმაკაცოში ერთი ჯინსი ყველას ყოფნიდა უხდებოდა არ უხდებოდა ეტეოდა არ ეტეოდა მაინც აქაც ეგრე იყო ანუ ჩვენ რო აი აქ გერმანული დროშით მაიკა იყო ნუ აი რაც არ უნდა დაგლეჯილიც მოდა სამხედრო მოსახურეს აი დედასპიცაო როგორც ალბათ მეთაურს ესე ვესალმებოდით იმიტომ რომ გვეგონა რომ ის იმხელა გამოცდილება ქონდა ამ მაიკის გამო მაისურის გამო რომ ნუ რა ვიცი და კოსოვოს ბოტასები აი გეუბნები შეიძლება რაღაც მანქანაში გაგეცვალა ჩვეულებრივად ეს პერიოდია და კოსოვოდან არ ჩამოდის ისეთი ამბები ახლა ჩვენ როგორიც ერახში გვაქვს იმიტომ რომ კოსოვოში ახლა მაინც მოზომილად ევროპული სტანდარტით არის თუნდაც ის კვებაც შეერაღებაც მაგრამ მათ აქვს რაღაც გამოცდილება უკვე რა და ჩვენ ჩავდივართ საერთოდ სხვა გამოცდილებაში იმ ჩვენ უკვე არასტანდარტებიდან არაფერი ანუ თან იმიტომ კი არა რომ არ ქონდათ მარტო მაგიტო არა რომ არ იყოს თავისუფლებში უბრალოდ каранტინის პერიოდში არც იყო საჭირო ჩვენ ქონდა ეს ყველაფერი. ანუ დაახლოებით არის რამოდენიმე თვე საერთოდ ჩაქქართან მიახლოებული საერთოდ არც არაფერი არ გაგვისინჯავს. წარმოიდგინე, გაძვალტყავებული ვიყავი მე პირადად აი ანუ ხორცი არ მქონდა ნანახი
და საერთოდ გასინჯვაზე აღარ ვსაუბრობ, წვნიანში და ასე შემდეგ. იყო კარაქი, იყო პური, იყო ჩაი და ჩაი არ იყო შაქრიანი, ესე რომ ვთქვათ. იყო რაღაც წვენები, ოღონდ აი კომპოტის მოხარშული ვაშლი იყო ბევრი და ანუ ხო ხტები, იყო რაც ქონდა ქვეყანაში. არ იყო რაღაც ანუ მასიურად ესე ვერ მოგცემდნენ, ესე რომ ვთქვათ. და აღმოჩნდით, აი რომ პარალელურად რო გავავლოთ, რატომ მოხდა ჩვენი ერახში ეს გაკვირვება და გაგიჟება ამ საკვებზე და სხვა დანარჩენ პირობებზე, რომ ამ ჩვენ ისედაც არ ქონდა, მაგრამ კარანტინში საერთოდ გვაკლდა ეს ყველაფერი. და იქედან უკვე ჩამოვიდით სხვა სტანდარტებთან ერთად ზედმეტ კილოგრამებით. კარგად გაწვრთნილები, უფრო მეტად შეკრულები, უკვე სერიოზული ჯარისკაცები აღარა ვართ თან წვრთნა გავლილი, ამ ხელა ბიჭები აღარ ახართ. სამშობლო მისია გამოვლილები, ბიჭები ვართ, მაგრამ აი უკვე სერიოზული ბიჭები, ესე რომ ვთქვათ. ჩამოვდივართ და შევდივართ პირდაპირ ანუ სახში არ მივდივართ, აეროპორტიდან მივდივართ პირდაპირ სენაკში და მოხდება ჩვენი განთავსება ბაზაზე და ეს იყო ჩვენთვის შოკი, ანუ თან სიამაყე, აი როგორიც, აი უკვე აღარ გზნობ თავს რაღაც ჩვეულებრივ ჯარისკაცად, უკვე შენ ერაყი მოიარე, ამხელა წვრთნები გაიარე, ამდენი ძმა ყავს უკვე და დაც. ხედავ რომ გაწვრთნილი კარგი გამოცდილების მქონე, საომარი გამოცდილების მქონე სამშობლო მისიები მოვლილი მეთაურები, ხელმძღვანელები, განათლებული ბიჭები მეთაურობენ და ეს პროცესი ის არ არის რომ მივედა, ანუ ეს ხედავ რომ ყოველ დღე რაღაცა ტექნიკა შემოდის, ყოველ დღე ფორმებს გვაძლევენ, ყოველ დღე ვიღაც სასწავლებლად მიდის, ჩემი პირველი წასვლაც სასწავლებლად 2006 წელს რო ჩამოვედი რაღიდან, ანუ ინგლისურის ცოდნა, ნუ ცოტა ისე იყო, არ იყო პოპულარული, ესე ვთქვათ, იმ წლამდელში და მე და რამოდენ პირველი 4-5 პირველი ქართველი წავედით 2006 წელს ნორვეგიაში მახსოვს. ეგეთი ისიც იყო ნიგერიაში მიდიხარო, ჩემი სერჟანტი მეუნება, მეთქი ნიგერიაში, კაი მივდივარ, იმიტომ რომ სადმე წავიდეთ და კარგია, მაგრამ ნიგერიაში რა მინდა ვერ ხვდები. ხა მაგდონეზე გეოგრაფია ვიცით რა, რომ ნიგერიაში ჩვენ, ну ალბათ ეგრეა და რაზე მივდივარ თქო, ან რა კურსზე თქო და ეხავე გაგიგებო და მოდი ცოტა ხანში და ბრძოლა ზამთრის პირობებში, თვითგადარჩენის კურსი ზამთრის პირობებში და მეთქი ოკეი, მეთქი აი ნიგერიაში ალბათ სადღაც იქეთ, სადმე არის, რომ აი ნიგერიაში ხო, მაგრამ რატო მოძებნეს ნიგერიაში, თუმცა ნორვეგიაში მივდივარ. ხო და ეს პერიოდი რატო ახსენე, რომ ყველანაირად ვითარდებით, ანუ ჩვენთვის ყოველი ძილ არის საინტერესო, ჩვენ ვიძინებთ და ვიღვიძებთ ინტერესით, რომ what now ან რა ეხა რა აი რა იქნება სადღაც აი ვერტფრენი რო დაჯდებოდა და პირველად ნახეთ ვერტფრენი ქართულ რეალბერტორი ბევრჯერ ნახეთ ერახში ჩვენთვის საკვირველი იყო პილოტები პირველად ნახეთ ქართულები ან რაღაცა სასიამოვნო ვიქმნებოდით ვიზრდებოდით და ვყალიბდებოდით და ძალიან კარგი მომენტი იყო მოგეცი აი როგორც ჯარი იზრდებოდა და ვითარდებოდა ჩვენც რო ეგრე გავიზრდეთ და გავითარდეთ გამოგვიწერეთ დაგვალაიქეთ დაგვაშიარეთ და ბევრი ისტორიას მოისმენთ ისტორიას მოისმენთ მხედრული სალამი ახსენე მოდი ეგეც მაგაზეც ვილაპარაკოთ სხვადასხვა ნაირი მხედრული სალამები მინახავს ესეთი რა განსხვავებაა და როგორ უყურებ შენ რომელი დავიწყოთ შენთვის მისაღები დავიწყოთ ისტორია ჩემთვის ყოველთვის მისაღებია ის რაც მისაღებია უმეტესობისთვის და არის მისაღების სწორი დავიწყოთ რაღაც პატარა ისტორიით რომელიც ნუ არ ვიცი სიმართლე გითხრა არის თუ არა მაგრამ ლეგენდაზე ლოგიკური და ესეთ ლეგენდა რაც არსებობს მხედრული სალამის ისტორიაზე არის შემდეგ რომ აი როდესაც ორი ქვედანაყოფი ძალიან ძველ დროს როცა მეომრები ცხენებზე იყვნენ და მეთაურები ამხედრებულები ქვედანაყოფი ეს ფილმებში ხო გვაქვს ანახი ერთი ქვედანაყოფი ასეთ ხდება ველზე მეორე აქეთ და მოლაპარაკების პერიოდი ხდება ერთი ხელმძღვანელი ანუ საველე ხელმძღვანელი და მეორე მეთაურთან ხვდებიან ცხენზე სადაც ეს ნეიტრალური ზონა სადაც ჯარისკაცებს არ ესმით ეხლა ანუ კი რაღაც ჯავშნიანი უკან ისრებით გამზადებულები ხო რომ რამე არ მოხდეს მაგრამ ესეც მეომრის და საბრძოლო ტრადიციაა რომ იქ არ უნდა მოხდეს მოხდა რა მაგრამ არ უნდა მოხდეს ეს და ეს ორი
მოდი ახლა რეალურად თუ წარმოვიდეთ, შენ გახარ იქეთ ქვედანაყოფში, მე ვდგავარ აქეთ რაღაც შუბით, შენ ხმლით რაღაცა და ჯარისკაცი ხარ, რომელიც აი მზად ხარ გააზრებული გაქვს, რომ შენ მეთაური რასაც იტყვის, დანებდება, შედიგდება თუ დაგვიძახებს, ჩვენ უნდა გავიქცეთ რა და შენ ხო, ზოგია შეზარხოშებული ალკოჰოლით შეიძლება, ზოგი რითი ელოდება ამ მომენტს და აი წარმოდეთ ცხენი მიდის ერთი მეორესთან ეს რკინის ხმა ისმის და ჩერდებიან და შენ არ გესმის ხა ისინი რა საუბრობენ მაგრამ იქ რაღაც ისევ ჯარის იუმორსო დაუბრუნდეთ ყველა თავის სახელს არქმევს ზოგი შეიძლება რაღაცა ხო არის ისტორიაში აი მოკლე ადამიანები პატარა ადამიანები ნაპოლეონი ავიღოთ ხო რაღაცა ჯარისკაცები დასცინოდნენ დაუშვათ რაღაც ზედმეტ სახელებს კარგი იუმორით ესე რა ვთქვა რა და აი ჯარისკაცები ახმოვანებდნენ ხოლმე რომ დავუშვათ რომ მივიდოდ ახმოვანებდნენ ხო რა რაღაც ზოგი და ამ შემთხვევაში როგორ იყოს აი ცხენებით რომ მივიდოდნენ რაღაც ლოგიკურ მანძილზე სახეებს აჩვენებდნენ ანუ ეს წარმოიდგინე ხო ქონდა მუზარაძე და მუზარაძე ცნობილი ანუ როგორც გვინახავს რკინა ამ თვალები რომ სახე რო ეჩვენებინა ანუ რომ მივიდოდნენ ესე წევდნენ ამ ესე რა თქმა ფარს სახეზე და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ როგორც ერთი ასე მეორე და ამ ჯარისკაცები დასცინოდნენ ვითომ მეთაურები იყვნენ და მიდიოდნენ ეს ხო ხტები ვითომ მეთაურები ხდებოდნენ და აი ესეთი ლეგენდა არის რომ წამოვიდა მაგრამ სერიოზული განვითარება პოვა და მხედრულ სალმად ჩამოყალიბდა იმიტომ რომ რაღაც სიმბოლოები ხო დევს ამ ყველაფერს როგორც სიმბოლო ეხლა რა განსხვავება რატო სხვადასხვანაირად ხო არა ეხლა მაგალითად აი პოლონელებს აქვს თუ არ ვწდები აი ესე გერმანელებს ზოგი ესია ხო ანუ ეგ ალბათ უფრო ერთნაირად თუ არ ყოფილიყო და განსხვავებული ყოფილიყო ალბათ მაგის ბრალია მაგალითად ბრიტანელებს აქვს აი შეხტომით ეხლა შეგვიძლია ეგეთ ჩავსვათ აი სხვა საერთოდ ისეთია რო არ იყო მომზადებული შეიძლება შეგეშინდეს იმიტომ რომ ანუ შეიძლება უზარმაზარი კაცი ისე შეხტეს და დაარტყას ფეხი აი პაკისტანელებს აქვთ მაგალითად ეგეთი რაღაც საცილო და სხვადასხვა ქვეყნებს მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გამომდინარე რომ კულტურა მოდის დასავლური ამერიკული მისალმებით შემოვიფარგლებს. სწორი როგორ არის? სწორი არის რა თქმა უნდა, ანუ შეკრული, ანუ ესე არ უნდა იყოს, შეკრული უნდა იყოს, არ ძალიან ანუ არ უნდა იყოს ესე რომ ვთქვათ გამომწვევი, არც ესე, არც ტყელი, არც აი ესე შეკრული თვითონ არც მუჭი, ლამაზად და სასურველია აი ქვემოდან ზემოთ აი როგორც აი შუბი რაც თქვით ამოსვლა რო ესე მოხდეს წარბთან ანუ კეპი რო წარმოვიდგინოთ კეპთან უნდა უსწორდებოდეს არ უნდა იმალებოდეს თვალს არ უნდა იმალებოდეს და ესეთ პირობაში აი ესე ლამაზად ანუ ვისაც როგორ შეუძლია ხა მე მინახავს ზოგი ესე გაჭიმულა ზოგი ესე ზოგს ფიზიკური მონაცემები აქვს ესეთი რომ შეიძლება მაგრამ სწორი არის რაღაც სადად ესე რომ ვთქვათ შეკრული ხელით მიესალმო და რაღაც აი ძალიან ლამაზია აი ზოგი ამ შემთხვევაში მკვეთრი გაჩერება არის და შემდეგ ჩამოწევა ეს უკვე ინდივიდუალურია თუმცა ეხლა შენ ინდივიდუალიზმში არ უნდა გადაიყვანო კიდევ ერთ მე ხო რაღაც ლეგენდებს ვამოწმებ ხოლმე რაც გამიგია და ბარემ ამასაც გადავამოწმებ ამ მხედრულ სალამზე ესეთი რამე გამიგია რომ აი ზოგს ესე იმიტომ აქვს ანუ აი გასწორებული ხელი რომ რაღაცა თანასწორობას გულისხმობს ესე იმიტომ არის რომ რაღაცა ვერტიკალთან დამორჩილებას გულისხმობს ესე იმიტომ აქვს რომ რაღაცა ხელის გულს აჩვენებს რომ ცარიელი აქვს და ეგეთი ლეგენდა გამიგია არ გამიგია სიმართლე გითხრა ალბათ არ დავინტერესებულ ლოგიკურია ეს სამოთ მაგრამ არ გამართლა არ გამიგია ანუ რაც დიდი მნიშვნელობა არ მინიჭები ასე ვთქვათ რაც იყო მისაღები ესე ვესალმებოდით ერთმანეთს რაც ან მისაღებია ანუ მაგ მისალმებაში ესე არის ხო იცი აი უმცროსი ესალმები უფროს ვალდებული ხარ ანუ უმცროსი რას ვიზახე ასაკით არა წოდებით და თანამდებობით ანუ მე თუ ვარ უმცროსი სერჟანტი ვესალმები ოფიცერს ნებისმიერი სახით და ჩემს ზემდგომ პირველი შენ ესალმები თუ პირველი ის ესალმება უმცროსი ესალმება უფროს როგორც აი ჯიპებში არის ხო იცი ჯიპი რო ხდება უფროსი ანუ ძველ ჯიპს შენ უნდა აუნთოფარებ ხო იცი ხო არა ვიცოდი ოფროუდერიც არის ყველაფერი არა ოფროუდერი მანქანა ეგეთი და რა შენ ახსენე ნორვეგიაში წასვლა აი განათლებაზე ძალიან ისე
ამ ეტაპზე სულ უკეთ ვილაპარაკოთ, სხვა დროს უფრო ჩაშილვად. ანუ აი ეს უცხოეთში განათლების მიღებაც ამავე პერიოდში შემოდის თუ ეგ უფრო გვიანდელი ამბავი არის? არა, ეს თანმდები არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თავიდანვე ვახსენე, ანუ იყო გერმანიაში სხვათა შორის სერჟანტთა ინსტიტუტი, აი მაკედან მან განათლებული ოფიცრებმა ჩამოაყალიბეს სერჟანტთა ინსტიტუტი პირველ რიგში, რომ ვიცოდეთ. შემიძლია გვარების თქვა და თავ შევიკავ ამ შემთხვევაში ყველასთვის ნაცნობი არის ეს ხალხი და ძალიან დიდი მადლობა იმ გაწეული სამსახურისთვის, რაც ამ ბიჭებმა ჩადეს, დღეს არიან წარმატებული მაღალი წოდების ოფიცრები და ამათმა შექმნეს, წარმოიდგინე, გერმანული სტანდარტით ჩამოიტანეს, შექმნეს, რაც მე რასაც დაემატა და გაერთიანდა ამერიკულ სტანდარტებთან და დღეს გვაქვს გიორგი ანწუხელის სახელობის სერჟანტთა აკადემია, ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც უმაღლესი სტანდარტებით, ესე რომ ვთქვათ, ამზადებს სერჟანტებს, როგორც ჩვენ ასევე საერთაშორისო კონფერენციების სახითაც კი. გერმანული განათლება არის, თურქული განათლება არის, ემატება ამერიკული განათლება, ან ბრიტანული რო არ მოგატყო, არ ვიცი როდი შემოდის, მაგრამ ემატება ბრიტანული განათლებაც აუცილებლად, იმიტომ რომ დღეს ესე არის ჩვენთან. ერთ პერიოდი ძალიან გამოკვეთილი იყო, იმიტომ რომ რაღაც ერთ პერიოდი მართავდნენ თურქულ განათლების მქონე ოფიცრები და სამხედროები, მართავდნენ, ანუ გულისხმობ, აი კურსელები ჩამოდიოდნენ, თუ გახდებოდა იქ მიღებული განათლება მეთაური, ვისაც ჰქონდა, მე ის თავის, ესე რომ ვთქვათ, ძალიან ესეთია, ნორმალურია, ესე ვფიქრობ, თავის ხალხი მოყავდა. თავის ხალხი არა იმ ნიშნით, რომ რაღაცა რაღაც ესე სხვადასხვა თუ არ ქონებოდ ის განათლება არის. ანუ ერთი კურსი წავიდა, განათლება მიიღო, ჩამოვიდა და ხო ბუნებრივი განვითარება. მე რაღაც ენაცვლებოდნენ ამერიკელები, ანუ ხელმძღვანელობაც იმაშებოდა ამას რეაგირ, ასე რომ ვთქვათ, მნიშვნელობა ჰქონდა ვინ მართავდა, ვინ იყო გენშტაბის უფროსი ან გენერალი მთავარი. მაგრამ ეს ჩვენთვის სამხედროებისთვის ძალიან აშკარა იყო, რომ აი მოვიდნენ თურქები, აი მოვიდნენ ამერიკელები, მოვიდნენ გერმანელები. მე ეს ყველაფერი გაერთიანდა და რა თქმა უნდა საერთოდ ჩაიკარგა. აი დღეს ახლა უშუალოდ თუ ვიცი რომ ვის სად აქვს განათლება ზოგს რამოდენიმე ოფიცერი ყავს დიდი პატივისცემა ამერიკაშიც აქვს განათლება მიღებული, გერმანიაშიც აქვს მიღებული, ბრიტანეთშიც აქვს მიღებული. ანუ არიან ძალიან ძლიერი, ძალიან მაგარი ოფიცრები ყავს დღეს დაუცის ძალებში. არ მარტო ჩემი აღიარებით კი არა, საერთაშორისო აღიარებით, საერთაშორისო სწავლებებზე და ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ თითქმის ყველა ესე რომ ვთქვათ, კურსებზე მონაწილეობა აქვს მიღებული წარჩინებით და აქვს დამთავრებული და სწავლებზე. და დიდი პატივისცემა ჩემგან. ანუ ეს ყველაფერი და ან ცოტა შემოდის, ხო, პარალელურში აბსოლუტურად ლოგიკური არის, ქვეყანა რომ შემოდის ფორმას, მარტო ფორმას არ გაძლევს, მარტო ტექნიკას არ გაძლევს, ის აუცილებლად თავაზობს თავის ქვეყანაში არსებულ კურსებზე შენი პირადი შემადგენლობის განთავსებას. და ეს არ ხდება უბრალოდ ესე, ანუ ძალიან დიდი ყურადღების მოქცევით. ჩვენ ვიყავით პირველი ქართველები ნორვეგიაში, 5 სამხედრო მოსამსახურე, დავხვდა რამოდენიმე ნატოს წევრი ქვეყანა. და ნუ რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ისეთი ელჩები ვიყავით პირველი მოკეთ. და დავამთავრეთ ეს კურსი, მე მაგის ბაზაზე და ფრანგულ ბაზაზე შეიქმნა დღევანდელი საჩხერის სამთო სკოლა, სადაც მზადდება. ხო, მელანი, რომელიც ხო ბატონი მალხაზ მელანი, რომელიც არა მარტო კოპეიკი, ძალიან ბევრი საფრანგეთში მიღებული განათლება ისეც ჰქონდა, იმათმა ჩამოიტანეს და შექმნეს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად შეგვიძლია ცალკე გადაცემას გავაკეთოთ, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ვეძახით ნატო საქართველოში, ანუ ნატო თუ არის საქართველოში, სამხედრო ბაზა. პირველი ის მიიღო, როგორც მახსოვს სერტიფიკატი ნატოს არის პლუს სტატუსი არის. თუ არ ვსწრები, ანუ ხო ეგრე არის და სტანდარტებით, ანუ ჩვენთან ჩამოდიან წარმოიდგინე საჩხერეში, საჩხერის სამთო ბატალიონი სადაც არის. ჩამოდის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა. ბოლას ესე ხო, ბატალიონი საჩხერის ბატალიონზე. მე საჩხერის ბატალიონი დიჟო ვახსენე, ხო. ჩამოდიან, სადაც მზადდება წარმოიდგინე ამერიკელები, ანუ ვესტპოინტიდან ჩამოდიან ფრანგები, ინსტრუქტორები, ხდება მათი გადამზადება, ეხა გუდაურში არა და ბაკურიანში ვიყავი. შულთან ერთად და მეგობრებთან ერთად მან ალბათ ბევრს შეგხვედრიათ ჩვენი ბიჭები, რომლებიც
კამოფლირებული ჩვენი ფორმებით ემზადებიან თხილამურებით. ანუ ეს სამხედრო მოსამსახურეები არიან, ვინც კურსს გადიან. ანუ ვიღაც შეხვედრია ხოლმე, ხო, ეგ არის ხოლმე, რომ ბიჭო, აი შენი ბიჭები შეხვდნენ და ავი ზომა მართლა არის ის, ანუ ეგრე არიციან და არა, იქ სწავლობენ, წარმოიდგინეთ, ანუ ხო, სასწავლო არიან კურსს ეხლა ყველანი არ უბადებით თხილამურები. ასე ბუნებრივად მივედით ჩვენს შემდეგი გადაცემის თემაზე. შემდეგ გადაცემაში გვექნება საერთაშორისო პარტნიორებთან პირველი ურთიერთობა, პირველი საერთაშორისო წვრთნები, პირველი აი ეს შენახსენე ნორვეგიაში გასვლა, სხვა ის როგორც ჩამოდიოდნენ, ეს გვექნება შემდეგი თემა. შესაბამისად, ამ თემაზე რაც გაინტერესებთ, დაგვიწერეთ კომენტარებში, რომ ჩვენ მაგის მიხედვითაც მოვემზადოთ. დღევანდელი დღე რომ ასე ვთქვათ, შევაჯამოთ, თვალსა და ხელშუა შეიცვალა ყველაფერი და ჩამოყალიბდა იმ დროისთვის შეერაღებული ძალები, საქართველოს შეერაღებული ძალები, დღეისთვის საქართველოს თავდაცვის ძალები, იმ პრესტიჟულ ინსტიტუციად, რომელშიც ასე ვთქვათ, ყველას უკვე შობლები აღარ ბლოკავდნენ და ბრაკავდნენ, ასე ვთქვათ. არა, რასამ პირიქით. ხო, და ძალიან საამაყოა, რომ ესე მოხდა. თუ ვინმეს იცნობდა, აი ჩემი შვილი, აი რამენერად იქნებოდა. არც იყო ეგ არ იყო, სხვათა შორის რომ რაღაცა თითქოს ვიღაცის მოწყობა გჭირდებოდა, კარგი იქნებოდა თუ რეკომენდაციები დღემდე არის და გაუწიო. ანუ ეგ პასუხისგებლობა, მაგრამ არ იყო ისე რომ ჩვენ არ გქონდა ადგილები, უბრალოდ ყველას წარმოდგენა იმდენ, ანუ არაფრისგან იმხელა გახდა, რომ ამ თუ შენ ფორმა გეცვა, მოდიოდნენ ასე ნათესავები ჩემთან და თორნიკე აი ძალიან გთხოვ, ძალიან კარგი ბიჭია, ჩემი შვილი და ფიზიკურად და იქნებ რამენაირად მოვახვედროთ და ან მიხაროდა ეს, იმიტომ რომ ძალიან გასაგებია. მადლობა რომ